მოგესალმებით. ეს არის ჩემი პოსტსამშობიარო გამოცდილება, ნაწილი მეორე. ამ ეპიზოდში დეტალურად ვისაუბრებ მშობიარობიდან 2 თვის შემდეგ დაწყებულ სირთულეებზე, გამოცდილებებზე, პოსტსამშობიარო დეპრესიაზე, ასევე ფსიქოზზე, ასევე ლაქტაციაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ჩაუჭექით. მნიშვნელოვანი აღნიშნო ის, რომ ჩემს არხზე არ შეხვდებით ზოგადად მხოლოდ პოსტსამშობიარო სირთულეებზე, გამოწვევებზე, საუბარს და გამოცდილებას, აუცილებლად შეხვდებით იმ რაღაცებზე, რაც პირიქით ბავშვის სკოლის შემდეგ უფრო გამიმარტივდა და ზოგადად ვფიქრობ, რომ მშობიარობა და ბავშვის სკოლა ყოველდღიურად სიახლეებით არის სავსე, ძალიან ტრანსფორმაციულია და ამიტომ მხოლოდ ნეგატიურზე არ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, პოზიტიურ გამოცდილებებზეც, რა თქმა უნდა. თუ ბავშვის გაჩენის შემდეგ დაიწყო და პირველი თვენახევარი 2 თვემდე მქონდა პოსტსამშობიარო ფსიქოზი, რაც ნიშნავდა იმას, რომ არავის დახმარებას ადეკვატურად არ ვიღებდი, მხოლოდ მე ვათენებდი ღამეებს და მქონდა ნევროზიც, მქონდა უძილობისგან გამოწვეული დაღლილობა, უხასიათობა და არაფრის სურვილი. 2 თვიდან უკვე დაიწყო ნელ-ნელა პოსტსამშობიარო დეპრესია. ანუ ეს აღარ იყო baby blue, რომელიც მშობიარობიდან რამდენიმე კვირა გრძელდება. უკვე დაწყებული მქონდა პოსტსამშობიარო დეპრესია, ოღონდ არ ვიცოდი. და ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ მე ვარ ზოგადად ისეთი ადამიანი, რომელიც ამ თემებზე ზოგადად არ საუბრობს არავისთან. ძალიან ახლო მეგობრებთანაც კი არ ვსაუბრობ და ძალიან ცუდია ეს. ზოგადად ასეთი ადამიანი რო ვარ, ძალიან ცუდია. იმიტომ რომ მე ძალიან ბევრ რაღაცაში მიშლის ხელს და ხანდახან უბრალოდ რაღაცის გაზიარება რომ მინდა, შემიძლია ავდგე დაურეკო ჩემს ახლობელ ადამიანებს, ვესაუბრო და გამემარტივდეს, მაგრამ მე ასე არ ვიქცევი. და რა ეს 2 თვიდან და ზოგადად მშობიარობის შემდგომ დაგროვებული სირთულეები და ეს განწყობა და სიმძიმეები რაც მქონდა, დამიგროვდა და ამოხეთქა სადღაც მშობიარობიდან 1 წლის წლინახევრის თავზე. ზოგადად ასეთ დროს, როცა ასეთ სირთულეებს გადის ორგანიზმი, ეს არის ერთის მხრივ ჰორმონალური დისბალანსის გამო, მეორეს მხრივ ცხოვრებისეული ცვლილების გამო, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში მე ვიყავი ძალიან აქტიური ადამიანი, ჩემთვის სამსახური მუშაობა და კარიერული განვითარება არის უმნიშვნელოვანესი, ახლაც და იყო მით უმეტეს და უცებ ბავშვი გავაჩინე, ვგრძნობდი რომ ამ პატარა არსებას ყველაზე მეტად ვჭირდებოდი მე და უნდოდა მხოლოდ ჩემთან და აი ეს მიჯაჭვულობა რაც ქონდა მას უფრო რაღაცნაირად მაღიზიანებდა. რაც ახლა რო ვიხსენებ არ მგონია ადეკვატური და მეც კი სულ მასთან ერთად ვიყავი, მაგრამ უფრო ინსტინქტურ დონეზე ვუვლიდი და ინსტინქტურ დონეზე ვაკეთებდი ყველაფერს და არა გააზრებულად და არა იმიტომ რომ ეს მომწონდა და როდესაც სულ წუწუნებდი ხოლმე და ბრაზობდი იმაზე რომ აი ვერ გავდივარ, ვერსად ვერ დავდივარ, იქ ვერ დავდივარ, აქ ვერ დავდივარ, მეგობრებთან ერთად ვერ ვატარებ დროს, ვერ ვითარდები, არ მუშაობ და რაღაცნაირად თითქოს ამ ჩემ მდგომარეობას ვაბრალებდი და რაც არ უხეშად გამოდიოდა ეს ისაბავი ბავშვსაც ვაბრალებდი, ხო? პირდაპირ თუ ირიბად. რაღაცნაირად ხო, მაღიზიანებდა ლაქტაციის ამბავიც და რო იძახდნენ ჩემს ირგვლივ, როდესაც წუწუნებდი და ვინმე მეუბნებოდა, რომ აი რა გაწუწუნებს კაცო, ბავშვი ყავს და რა დეპრესია ბავშვი ყავს და ასე შემდეგ. ეს კიდე უფრო აი ამ სიბრაზესთან ერთად ასევე ძალიან მემატებოდა დანაშაულის შეგრძნება, რაც ზოგადად მშობიარობის შემდგომ არ ვიცი, ალბათ 80% დედებისას აქვს დანაშაულის შეგრძნება პოსტსამშობიარო, რაც ის ნიშნავს იმას, რომ საკმარისად კარგი არ ხარ. ჩემი ეს დედობრივი შეგრძნებები ნელ-ნელა მოდიოდა, კი ამ დეპრესია კი ვითარდებოდა პოსტსამშობიარო, მაგრამ ეს რაღაცებიც მოდიოდა ნელ-ნელა და სულ უფრო და უფრო კი მსიამოვნებდა და რაღაცნაირად ვიაზრებდი, რომ დედა ვიყავი და ეხლა უნდა გაიზარდოს ამ ბავშვი, მაგრამ აი ეს დანაშაულის შეგრძნებაც რომ კარგი არ ვარ საკმარისად, რატომ მინდა გარეთ გასვლა, ეს ყველაფერი სულ თან დამყვებოდა, მით უმეტეს რომ ადამიანები ჩვენს ირგვლივ ნათესავები, მეზობლის მეზობლები და ასე შემდეგ მუდმივად გადანაშაულებენ და გეუბნებიან, რომ აი გარეთ გასვლა რატო გინდა? კაცო, შვილი ყავს ახლა და всё, მორჩა. ხო და ეს კიდე უფრო გიმატებს იმ დანაშაულის შეგრძნებას, რაც ისედაც გაქვს და საკმაოდ მიმატებდა ხოლმეც. პარალელურად მე წინა ეპიზოდში ვისაუბრე იმაზე, რომ ზოგადად დედობის მიმართ და ამ ჩემ მდგომარეობის მიმართ და პოსტსამშობიარო პერიოდის მიმართ ძალიან დადებითი დამოკიდებულება მქონდა, ძალიან პოზიტიური და რაღაც ნეგატიურ ფიქრებს ჩემში არ ვუშვებდი და ამანაც კი, რა თქმა უნდა, იმოქმედა
თუმცა ნელ-ნელა ზოგადად ჩემს მშობიარობის პერიოდს დაემთხვა ასევე ოჯახური სიტუაციები, რაღაცა იქ მამაჩემის გარდაცვალება და რაღაცა თითქოს მხოლოდ ბავშვზე რომ უნდა ყოფილიყავი ორიენტირებული და რაღაც სოციო-ეკონომიკური და სხვადასხვა სანერვიულოები რო არ უნდა მქონოდა ეს ყველაფერი მქონდა რა და მაგ რაღაცებს იმდენად ნერვიულობდი მე რომ არეული ჰორმონები კი უარესადაც ამერია და TSH-ის ზონე ისე ამივარდა რომ საერთოდ ექიმმა რო ნახა ჩემი პასუხები საერთოდ ფიხზე როგორ დგახარ შულო და საერთოდ როგორ ფუნქციონირებო რა და აი ეს არის მომენტი როდესაც უკვე დაწყებული მაქვს შფოთვითი აშლილობა ოღონდ მაშინ ჯერ არ ვიცი რომ შფოთვითი აშლილობა მაქვს და შფოთვები მაქვს თუმცა პირველი როცა დამეწყო შფოთვები ეს იყო მე ვიმშობიარე აგვისტოში და სადღაც ნოემბერში დაახლოებით დამეწყო და შფოთვები მეწყებოდა მაგალითად ჭამის დროს მეგონა რომ ეკეტებოდა და ვიგუდებოდი და დავიხჩობოდი და ესეთი რაღაცები ასე ვიყავი სულ გაღიზიანებული და მოკლედ რა ზოგადად კლასიკურ შფოთვებს ცოტა ეს ჩემი შფოთვები გავდა უფრო პანიკურ შეტევებსაც თავიდან პანიკური შეტევები მეკონა მაგრამ ნუ ჩემს შემთხვევაში პირველი დამატრიგერებელი რაც იყო შფოთვების იყო TSH-ი რომელიც ამივარდა და მქონდა 12-ზე როცა უნდა იყოს ნორმა რაღაცა 2-დან 4-მდე მე მქონდა 12 და როდესაც მივედი ენდოკრინოლოგთან, აი მისი რეაქცია იყო ეს შულა როგორ დადიხარ ფეხზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ცვლილებას განიცდი ისედაც პლუს ეს ჰორმონები რომ აქვს შეცვლილი და პლუს ეს გარე ზემოქმედებები რაც ხდება, იქ თუნდაც მამაჩემის გარდაცვალება რაც ძალიან სტრესული იყო ჩემთვის და პოსტსამშობიარო პერიოდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამ ყველაფერმა ერთდროულად დამარტყა წარმოიდგინეთ და ამ დროს ბავშვი არის 4-5 თვის და ერთადერთი რაზეც უნდა ვიყო მე ორიენტირებული ეს არის ბავშვი და ამ დროს იმდენი რაღაცა მაწუხებს რომ ბავშვი კი არა რა ვიცი აი რამდენჯერ ამდგარ და აი ბალისში მიტირია ხმი თუ კიოდი რომ არავის არ გაეგო იმდენად ცუდ მდგომარეობაში მქონდა ნერვები ამაზე ესე არ მისაუბრე არასდროს თუმცა ხო ნუ მივედი ექიმთან დავიწყე მედიკამენტების დალევა და მერეგულირდა მალევე და ნუ რა შედარება იყო თუმცა ის პრობლემა რაც არის ზოგადად ხო ანუ ყველაზე ისეთი მძიმე გაქვს 6 თვემდე ეს პოსტსამშობიარო დეპრესიაც ფსიქოზით და ყველაფერით და მე ნელ-ნელა გადის მე 6 თვეზე დავასრულე ლაქტაცია და რაღაცა ლაქტაციის დასრულების შემდეგაც უფრო დაიწყო ჩემო ორგანიზმმა წონის კლებაც ჰორმონებიც ნელ-ნელა დაალაგდა და ნუ ერთი თვის თავზე ვიყავი შედარებით ნორმალურად მე შეგადაში ისედაც მუშაობდი, მაგრამ ხო, აი 1 წლის რომ გახდა, წლის არა 2 თვის იყო დაახლოებით ბავშვი, როდესაც სამსახურში გავედი და რაღაცნაირად უფრო დამილაგდა ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერში ახლა რაც მოვყევი, პრობლემა არის ის, რომ როდესაც ესეთი პრობლემა გაწუხებს და როდესაც გააზრებული გაქვს და იცი რომ ეს პრობლემა გაწუხებს და მე ზოგადად ისეთი ტიპი ვარ, რომელიც სულ რაღაცა ინფორმაციების მოძიების პროცესშია, სულ რაღაცებს უსმენს, ანუ self reflection, რასაც ქვია და რაღაცა საკუთარი თავის გაზრდის დაკვირვების, გაუმჯობესების სურვილი ყოველთვის მაქვს და ყოველთვის მქონდა და მაშინაც კი როცა მე აი ამ რთულ გზას გავდიოდი, მე ვიცოდი რომ პრობლემა მქონდა და მე ვიცოდი რომ ეს იყო პოსტსამშობიარო დეპრესია და დავიწყე მოძიება, დავიწყე სოციალურ ქსელებში ინფორმაციის, ვიდეოების გადაღება, რომ სხვა დედებსაც ქონოდათ ამაზე ინფორმაცია და ბევრი გველაპარაკა და რატო არ მივედი ამ ფსიქიატრთან ან ფსიქოთერაპიაზე, ანუ არ ვიცი იმ დროს, იმიტომ რომ რეალურად მართლა მიჭირდა და რაღაცერთ მეკონა რომ აი გაუმჯობესდება და ამიტომ მინდა რომ ყველას მოგმართოთ თუ გადიხართ ესეთ მძიმე დეპრესიას რაც მქონდა მაგალითად მე თუ არ გინდათ საწოლიდან ნადგომა არ გინდათ ბავშვის მოვლა არ გინდათ მეორე ნახევართან ურთიერთობა ყველაფერი გაღიზიანებთ არ გინდათ რომ ვინმე დაგეხმაროთ ცხოვრებას ხალისი არ აქვს არც მუშაობა გინდათ არც განვითარება გინდათ და ზოგადად არაფერი არ გინდათ და ხარ ცუდად აუცილებლად მიმართე
სპეციალისტს რა. აუცილებელი არის რაღაცები დალიო, ხანდახან მხოლოდ საუბარი და რაღაცა დეტალებზე დაკვირვება, თუნდაც ტრავმების დამუშავება და ყველაფრის ხვანაირად გვერდიდან საკუთარი თავის და პრობლემების დანახვა და ამ სიახლეების გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი იმიტომ არსებობს, რომ მათი პროფილია ისე დაგეხმაროს უფრო მარტივად გაიარო ეს ყველაფერი. და მე ამ გადაწყვეტილებამდე და ამ წერტილამდე მივედი უკვე მშობიერობიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, როდესაც მივხვდი, რომ რაღაცნაირად თითქოს ჰორმონებმა ყველაფერი დაალაგდა, მუშაობ, ანუ ცუდად ესე არაფერი არ არის, მაგრამ მაინც ვერა ვარ რა, კარგად. მაინც შფოთვები მაქვს საშინა, აი მაგ პერიოდში უკვე მქონდა როგორ იცი, ანუ უკვე შფოთვითი აშლობა დავარქვი მე, იმიტომ რომ არაფრიდან გული მიჩქარდება და მივედი ფსიქოთერაპიაზე და რაღაცები ძალიან დამილაგდა. At least დავინახე, საიდან იყო რეალურად ეს ყველაფერი გამოწვეული და მივხვდი იმას, რომ შესაძლებელია რომ ისეთმა რაღაცამ გამოიწვიოს შფოთვა, რომ საერთოდ არ წარმოგიდგენია, ის საერთოდ არ გონია, რომ ის რაღაცა დაკავშირებულია ზოგადად შენ შფოთვასთან. თუმცა შეიძლება იმ რაღაცა ტრავმამ ან რაღაცა სტრესულმა ამ სიტუაციამ შენ ცხოვრებაში, რაც შეიძლება ის სტრესული სიტუაცია 1 საათი გაგრძელდეს და მორჩეს და იყოს წლების წინ, შეიძლება ამ რაღაცამ დაგმართოს შფოთვითი აშლილობა და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გაიაროთ, ისაუბროთ, თუ მეგობრებთან ვერ საუბრობთ, სპეციალისტთან ისაუბრეთ და ნელ-ნელა დაალაგდება, იმიტომ რომ რეალურად დედობა და შვილი და ბავშვის განვითარების უზრუნვა ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მე ერთის მხრივ ამ პასუხისმგებლობის გამო, ამ სირთულის გამო რაღაცნაირად თავიდან გაქცევა დავიწყე ამ პასუხისმგებლობის გამო, როცა უნდა მიმეღო და ახლა უკვე იმ პროცესში ვარ, რომ მივიღე და ძალიან კარგად მივიღე, ძალიან მიხარია, რომ ჩემი შვილის რაღაცა სხვადასხვა აქტივობებში ვარ ჩართული, მის განვითარებაზე უზრუნველად ვარ დედა და მე მივხვდი, რომ პარალელურად შეგიძლია, რომ იყო კარგი დედაც და კარგი არ ვიცი, ადამიანი, ქალი, რომელიც ვითარდება, რომელიც მუშაობს, კარიერულად ვითარდება და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვს ჭირდება 7 დედა, 7 მამა, 7 ურთიერთობების სახლში, არ ჭირდება სტრესი, დაძაბულობა, კივილი-წივილი და არ ჭირდება დანერვოზებული მშობელი. და აი ამ შფოთვებს და ესეთ დაძაბულობას, განსაკუთრებით დედისაც ბავშვი ყველაზე მეტად გრძნობს და მერე მასზე გადადის მუცლად ყოფნიდან მერეც. აი დღესაც თუ ცუდ ხასიათზე ვარ, სულ თვალებში შემომციცინებს 2 წლის და 2 თვის ბავშვი ისე გრძნობს ამ ყველაფერს. მოკლედ ეს არის დასასრული ჩემი მეორე ეპიზოდი, სადაც საუბრობ იმაზე, რაც გამოვიარე ბავშვის გაჩენის შემდეგ. ეს არ არის ყველაფერი, აუცილებლად ვისაუბრებ შემდეგ ეპიზოდებში იმაზე, რაც ახლა გამომრჩა და მნიშვნელოვანია. და დედებო, გისურვებთ იმას, რომ იყოთ სულიერად მშვიდი, მაქსიმალური სიამონება მიიღოთ თქვენ შვილებთან ურთიერთობით და პარალელურად იზრუნოთ საკუთარი თავის, კარიერის და პიროვნების განვითარებაზე. მადლობა რომ იყურეთ.